ჩვენ გვყავია დამოუკიდებელ საქართველოში გამორჩეული სპორტსმენები, კანა არ ყოლია. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ჩვენ სინამდვილეში არის 21 საუკუნეში. დამოუკიდებელ საქართველოში არის ზურაბ ზვიადაური. ოლიმპიური ჩემპიონი 2000-იანი წლების დასაწყისში მე იმხანად მუშაობდი ერთ-ერთ დამოუკიდებელ გაზეთში და ერთ ნომერს რო ვაკეთებდით ჩემმა მეგობარმა რომა აფაქიძემ როგორც კი შევიტყეთ ამბავი იმის თაობაზე რომ ზურაბ ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ფოტოც მოგვივიდა ზვიადაურის გამარჯვების აღსანიშნავი ფოტო ძალიან საინტერესო იყო გაჩვენებთ ამ ფოტოს თუ მაქვს კი როგორც კი აი ეს ფოტო მოგვივიდა ნახეთ მარჯვენა საჩვენებელი თითი ზეაღმართული ხო სხვა რაკურსითაც არის გადაღებული ეს ფოტო მაგალითად აი კარგად ჩანს აქ ზვიადაური რომამ შემომთავაზა აფაქიძემ სათაური დაგვესათაურებინა საათია ასე ვაჟა გაიხსენა გახლავართ ზვიადაური ასეც დავასათაურეთ და ყველანი ვამაყობდით ზურაბ ზვიადაურის ოლიმპიური ოქროთი უკვე შემდგომ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება მათ შორის კრიმინალური მიმართულებით ეს სხვა ამბავია მაგრამ იმ ხანად აი 22-24 წლის წინ ზურაბ ზვიადაური იყო გამორჩეული ქართველი სპორტსმენი საამაყო ქართველი სპორტსმენი თლაც საამაყო შესაძლო არა მისაბაძი შესაძლო არა მაგრამ მეორე წყვილვატობაც არა იყო მეორე სპორტსმენი უკვე შემდგომ პრორუს პირად ჩამოყალიბებულ გარდაქმნილი თუმცა შეიძლება თავიდანვე ასეთიც იყო ღმერთმა უწყის ეს იყო მოკრივე გიორგი კანდელაკი ვარიანელი კაცი რომელიც ახლა თლათ სოფლიოს ყველა დროის ან იმ პერიოდის მოკრივეთა 3-ეულში ან 5-ეულში 10-ეულში სულაც არ შედიოდა იმიტომ რომ ის პერიოდია როცა ასე მაგალითად ლენოქს ლუისი ყველა სამარცხებს რინგზე მანამდე ჰოლიფილდის ეპოქაა ხო მანამდე ტაისონის ეპოქაა მე დაბრუნებული ჯორჯ ფორმენია და ასე შემდეგ მაგრამ გიორგი კანდელაკიც არ იყო ეხლა ესეთი სუსტთა შორის სუსტი და ვიღაცას განსაკუთრებით ვთქვათ გორის რაიონში ბევრს მოსწონდა გიორგი კანდელაკი ერთხელ მახსოვს სარბიელი ხო იყო ყველაზე მაგარი გაზეთი მართლა ყველაზე მაგარი გაზეთი იყო სპორტულ გაზეთებს შორის კი არა საერთოდ ყველაზე მაგარ გაზეთებს შორის რავი 3-ეულში იყო მეთქი ასე ვიტყვი სულ მაქსიმუმ სარბიელმა გამოიტანა ასეთ სათაური ვითომ გიორგი კანდელაკი უკავშირდება ლენოქს ლუის გიორგი ამბობს ამას კანდელაკი და უკავშირდება ასე და სათაურადაც ეს არის გამოტანილი ალო ძიმე ლენოქს ლუის მიმართავს გიორგი ვარ და ვითომ ისიც ლენოქს ლუისი შეიძლება ასეც იყო არ ვიცი პასუხობს გიორგი კანდელაკს ვითომ და ასეთი თბილი ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ჩემპიონს ლენოქს ლუიქს პატარა ჩემპიონ პატარა და არც თუ ისე მნიშვნელოვან ტურნირებში გამარჯვებულ ჩემპიონ გიორგი კანდელაკთან მაგრამ აკი გითხარით რომ გორში შესაძლოა ის ბევრს უყვარდა კიდეც მოსწონდა კიდეც ბაძავდა კიდეც ბევრი მას ეს ორი პირი ზვიადაური გახლავართ ზვიადაური ახლა ამას ვეღარ იტყვის გახლავართ ზვიადაური არა მას შეუძლია თქვას კიდევ ერთხელ თქვას გახლავართ მე კრიმინალი იმიტომ რომ სესხსასროლი იარაღის უკანონო ტარებისათვის ზურაბ ზვიადაური დაიჭირეს დღეს ეს ალბათ იცით თქვენ და ეს არის მისი ბოლო სააკადრიც არის გავრცელებული მისი სწორედ ეს არის დაკავებულია ზურაბ ზვიადაური ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ძიუდოისტი და უწყება ანუ ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აავრცელებს ინფორმაციას რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით იმდინარეობს რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ყოფილ დეპუტატს 21 წლის 18 აგვისტოს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 100 მუხლითაც კი წარუდგინეს იცით თქვენ ამიტომ ვამბობ რომ მას კრიმინალური წარსული აქვს მეთქი რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს იმავე წლის 29 ნოემბერს კი 50000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. მოდის ვიხდი. კიდევ ერთხელ მინდა ქართული ოცნების
მომხრეებს უთხრა ეს აბზაცი ჩაუკითხო. 100 მერმე მუხლით 2021 წლის 18 აგვისტოს წარუდგინეს ბრალი და 29 ნოემბერს, ანუ სამთვენახევარში ის გაანთავისუფლეს სამთვენახევარში 50 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. კი, მაგრამ იმიტომ გააკეთეს ეს, რომ ის დიდი ჩემპიონი იყო. მკვლელობა, ხო, მკვლელობა. მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვისაუბრებ. და ფულის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის ამბავზეც არ ვისაუბრებ. გვერდისნებართვით ამაზე ოდნავ ცლად ან ხვალ ან დღეს საღამოს ვილაპარაკოთ. ეს ის კახა კოტორაშვილია, მე აქამდე ორი კოტორაშვილი ვიცოდი. ჩემს ცხოვრებაში ერთი ლიტერატურული გმირი, ლიტერატურულ ნამდვილი გმირი და მეორე კი ნამდვილი გმირი, ნამდვილი პერსონაჟი, ნამდვილი პიროვნება ალექსანდრე კოტორაშვილი, კოტორა, რომელიც 82 წლის ყოფილა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი, რაღაცა სპორტული გაზეთები ვახსენეთ, ლელოს ფოტოკორესპონდენტი, ხოლო ივანე კოტორაშვილის ამბავი ვინც იცით, ხო იცით და ვინც არ იცით, კარგი იქნება თუ დაგუგლავთ და ვაჟა ფშაველას შემოქმედება ზოგადად და მათ შორის ამ ნაწარმოებსაც გაეცნობით. აი მესამე კოტორაშვილი კი არის ვინმე კახა კოტორაშვილი, რომელსაც ამ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ლარისა ევროს გათეთრებაში ედავებიან. მას ქონდა აქვს შპსფინი, პატარა ჯიხური რუკა, ასე ვიტყვი, და ამ ჯიხურუკისთვის თურმე შემოუტანია 625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. ეს საკენკი ქართულმა ოცნებამ და პროკურატურამ მათ შორის დაუყაროს თავისიანებს, მათ შორის ირაკლი ზარქუას და სხვებს. რა საკვირველია, ჩვენ არ გვჯერა და ვერც დავიჯერებთ, რომ ამ კახა კოტორაშვილის და მის ოჯახის წევრების ზურგს უკან არიდგნენ ბობოლები და ჩვენ გვაინტერესებს არა მეისრე ან შემსრულებელი ვინმე კოტორაშვილი, რომლის გვარსახელის დღეს გავიგეთ საბოლოო ჯამში, მესამე კოტორაშვილია ცნობილ კოტორაშვილთა შორის, პირველი ორი დაგისახელეთ, არამედ ჩვენ გვაინტერესებს ისინი, ვინც ხელს უწყობდა თუ ეს ამბავი მართალია, კოტორაშვილ კახას ამ ფულის შემოტანაში, იმიტომ რომ ხალხნო საუბრობთ დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე 2 წლის განმავლობაში. 2 მილიარდი ლარის შემოტანაზე, შავი ფულის შემოტანაზე, რისთვის აძლევდნენ ვინმე კოტორაშვილს. ამას თუ კოტორაშვილია მაინც და მაინც ასე სახელდებულად ბრალდასადები პირი, რატომ აძლევს, რას ყიდდა ის? და ემანდ ხომარ იყვნენ თუ არიან მის ზურგს უკან ბობოლები, მათ შორის ბობოლები არა ბიზნესმენებად წოდებულები ბანდიტები, არამედ პირველ ყოვლისა საქართველოს იმჟამინდელი, ანუ 2022-24 წლების მმართველობაში მყოფი, ან დღესაც მმართველობაში მყოფი პირები, რომლებიც მინიმუმ საქმის კურსში იყვნენ და მეორე მხრივ მინიმუმ ავალებდნენ მესაზღვრე მებაჟიებს, რომ აი კოტორაშვილის სხვა კოტორაშვილებს ხელი არ ახლოთ, იმიტომ რომ მათ გადამალული აქვს სადღაც მანქანაში დღეში დაახლოებით მილიონი თუ მეტი არა, დოლარი თუ რუბლი თუ ევრო თუ არ ვიცი რაც და რაში უხდიდნენ კახა კოტორაშვილს. ერთი ჯიხურუკა აქვს, კვლავ ვიმეორებ, შეიძლება ვაჭარბებ, შეიძლება უფრო დიდი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აქვს, მაგრამ ვერც ერთი ვალუტის გადამცვლელი კურსი ჯიხური თუ პუნქტი ვერ გაატარებს დღეში 1 მილიონს საშუალოდ. წარმოუდგენელი ამბავია, ტყუილია ეს ყველაფერი. მაგრამ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ასე სცადა ამ თვალსაზრისით აერიდებინა პასუხი მთავარი კითხვისათვის. ის კი არ გვაინტერესებს ჩვენ ვინ არის დაკავებული, ეს ხო საინტერესოა, მაგრამ მაინც უფრო მთავარია, რომ 2 მილიარდი ლარი ვინ გაათეთრა ამ ქვეყანაში, ვინმე კოტორაშვილმა, ზარქუა მოატყუეთ ბატონები. ახლა დავანებოთ ამ ორ თემას თავი. ზვიადაურის ამბავი გიამბეთ, აგვარია ის კანდელაკის ამბავი გიამბეთ, კოტორაშვილის ამბავი გიამბეთ და დავხუროთ ჩემი ვიდეო ბლოგის ეს თავი თქვენის ნებართვით და გაგიკვირდებათ და ვისაუბროთ უკრაინაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ იმედია დაამტკიცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პირველი დასახმარებელი პაკეტი და უახლოეს ხანებში, როგორი დასახმარებელი პაკეტია, ბარემ ვიტყვი და მე გეტყვით უახლოეს ხანებში რა მოხდება,
უკრაინა მიმართავს ნატოს, ნატო მიმართავს შეერთებულ შტატებს, რა იარაღი სჭირდება უკრაინას, შეისყიდის ნატო შეერთებული შტატებისაგან, შეერთებული შტატებისგან გამოდის ეს იარაღი, მიეწოდება ნატოს, იქნება სადმე ცენტრი და მერე შედის უკრაინაში. 2 მინიმუმ 500 მილიონ დოლარიანი დახმარება წავა უკრაინაში უახლოეს დღეებში. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემი მოსაზრებით, გაცილებით მთავარია იმის აღქმა, გაგება, რომ უკრაინას ძალიან სჭირდება ევროპული და დასავლური ამერიკული იარაღი, რასაკვირველია, მაგრამ უპირველესად უკრაინა თავს იცავს უკვე და მომავალშიც დაიცავს სწორედაც რომ საკუთარი მის ქვეყანაში არ წარმოებული იარაღით, მან უკვე ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი იარაღის წარმოება გაზარდა 55-57%-მდე, 50%-მდე თუნდაც. სწორედ უკრაინა დამოუკიდებლად იმისა შეერთებული შტატები როგორი იქნება ხვალზე უკრაინასთან მიმართებაში, სწორედ უკრაინაში წარმოებული იარაღი არის მთავარი თავდაცვითი იარაღი უკრაინისათვის. ეს ხომ გავიგეთ. მაგრამ ამასობაში ჩვენ უნდა გავიგოთ ისიც, რომ რუსეთი რასაკვირველია არ ეპუება იმას, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს და უკრაინა არა მხოლოდ წინააღმდეგობას უწევს, არამედ მნიშვნელოვან წილად მიიწევს უკვე წინ სხვადასხვა მიმართულებებით ტაქტიკურ დონეზე გამარჯვებებს უფრო ხშირად აღწევს ვიდრე აღწევდა. უფრო ხშირად აღწევს ვიდრე აღწევს რუსეთი. ამიტომ რუსეთში მოსკოვში გადაფსიხებულნი არიან. აგვიანებს არასწორი სიტყვაა, თლად იმ ტემპითაც არ მიდის ის ჩარჩოს შეთანხმება ჩინეთთან, პირველ ყოვლისა ჩრდილოეთ კორეასთან და ტემპსაც ისურვებდა. რუსეთი მას იარაღი სჭირდება გუშინ წინ, 1 კვირის წინ, 1 თვის წინ და არა 1 თვეში, 2 თვეში და 7 თვეში ისიც ჩინეთიდან იარაღს მიიღებს თუ არა, ესე ძალიან სათუოა. ამიტომ რუსები გადავიდნენ კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ ლავროვის დონეზეც კი პროპაგანდისტებს არ გულისხმობ მხოლოდ ლავროვის დონეზეც კი მიუბრუნდნენ მეტად აგრესიულ რიტორიკას არა მხოლოდ უკრაინის მისამართით, არამედ გაგიკვირდებათ და რა გასაკვირი ეს არის ევროპის მისამართითაც. აი ლავროვმა, ბანდიტმა, ხო? უგასრავად ჯერ ლავროვის ხასამ მეთქი ასე უნდა ვთქვა. ლავროვის ხასამ მარია ზახაროვმა თქვა, რომ საფრანგეთმა საკუთარი მოსახლეობა დაივიწყაო და მილიტარისტულ სიგიჟეებზე მილიარდებს ხარჯავს. საფრანგეთმა რომ მილიარდები და საერთოდ ევროპამ და დასავლეთმა მილიარდები რომ არ დახარჯოს, ყველა მისის ამ ევროპაში, რომ ხვალზე ევროპას, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ფლანგს შეუტევს ზახაროვას კუროს. არა, მაინც და მაინც ერთმანეთის საყვარლები კი არ არიან, ამ კუთხით კი არ მივყავს, მაგრამ ერთი უცხების 2 შლეგი პირია. ხო და საფრანგეთის საშუალო ხელფასი ბარემ ვიტყვი რომ არის დაახლოებით 4000 ევრო საფრანგეთში, საშუალო პენსია დაახლოებით 2000 ევრო, რუსეთში კი 550-580 ევროს არც წდება საშუალო ხელფასი. მაგრამ ზახაროვას თავი დავანებოთ, ხასას არაპირდაპირ მნიშვნელობით ცხადია ლავროვისა, ლავროვს ალბათ არაფრის თავის არ აქვს ზახაროვასაგან განსხვავებით, ვილაპარაკოთ უშუალოდ იმპერიალისტ კალანტაროვ ლავროვზე, რომელიც საერთაშორისო ფორუმებზე ამასით ინტერვიუ მისცა, საერთაშორისო ფორუმებზეც, რომელშიც რუსეთს უშვებენ, რომლებშიც რუსეთს უშვებენ, გამოდის და ახლა მე გეტყვით მან რა თქვა. ცოტა ხარვეზით მოდის ხმა, აქედან გამომდინარე, მოდით ჩავიკითხოთ კი არა, თარგმნოთ, მოდის ვიხდი. უკრაინაში მშვიდობის მყოფელები, რომელ მშვიდობის მყოფელებზია გაგახსენებთ ლაპარაკი, მშვიდობის მყოფელები, რომლებიც მსურველთა კოალიციის ფარგლებში შეიძლება გააგზავნოს ევროპა. მშვიდობის მყოფელები არსებითად კი საოკუპაციო ძალები იქნებიანო, ამბობს სერგეი ლავროვ-კალანტაროვი, რუსის სამხედროებისთვის ისინი იქნებიან ლეგიტიმური სამიზნეებიო. აი, როგორ არ გაჯავრდება ახლა რიგი ფრანგი პოლიტიკოსი და ხელისუფლების წარმომადგენელი კი არა. საფრანგეთის რიგითი მოქალაქეც კი, ბრიტანეთის რიგითი მოქალაქეც კი, გერმანიის რიგითი მოქალაქეც კი. ბარემ გავიხსენებ, ბოდიშ ვიხდი, რა შუაშია ახლა და შუაშია როგორ არ არის. ბარემ გავიხსენებთ, რომ დღეს ხო 17-ია, ბოდიშ ვიხდი, ნამდვილად 17-ია. დღეს არის ძალიან საინტერესო მსოფლიო
ისტორიული დღე, რომ ვიცოდეთ მაინც. რა დღეა დღეს? 17 სექტემბერს მოხდა 39 წელს. 17 სექტემბერს მოხდა საბოლოოდ დადასტურდა ჰიტლერისა და სტალინის ალიანსი, ანუ 2 წლის განმავლობაში ისინი არა თუ კოჰაბიტირებულნი, არამედ პრაქტიკულად მოკავშირეები იყვნენ. 39 წელს 100 წელი ჯერ არ არის გასული, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გავა. ესე იგი, შევიდა მოსკოვი ოფიციალურად შეთქმულებაში კი არა, შეთანხმებაში, აი ესე უნდა ვთქვა, გერმანიასთან, ნაცისტებთან და საბჭოთა ჯარები გადავიდნენ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე შეთანხმებით, კვლავ ვიმეორებ, ჰიტლერთან, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო მუხლები, ხო, გეორგიევსკის ტრაქტატსაც კი ჰქონდა საიდუმლო მუხლები, ხო? ეცა როგორ ერქვა, უნდა გავიხსენო არტიკულ 2, არტიკულ 3, ხო და ასე შემდეგ. იქაც საიდუმლო და რიბენტროპ-მოლოტოვშიც იყო ბუნებრივია საიდუმლო მუხლები, რომლის რომელზე დაყრდნობითაც საბჭოთა ჯარები გადავიდნენ პოლონეთში, და შეუტიეს პოლონეთს და დაიკავეს. ამ ნაბიჯით ჩაერთო ოღონდ ნაცისტების მხარეს სტალინი, ანუ მესამე რაიხის მხარეს და საბჭოთა და გერმანელი ჯარები ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე ერთმანეთს არათუ მარტო შეხვდნენ, არამედ ძალიან ერთმანეთთან კოორდინირებულადაც მუშაობდნენ. 20 სექტემბერს მიადგა ბრესტს, იცით თქვენ, რომელიც უკვე ვერმახტის კონტროლის, ანუ გერმანელთა კონტროლის ქვეშ იყო და გაიმართა მოლაპარაკებები, ქალაქი კი საბჭოთა მხარეს გადაეცა. 22 სექტემბერსაც სხვა ამბავი მოხდა და ასე შემდეგ. აი ეს იყო მათი ვიდრე 41 წლამდე, ხო, აი მათი 22 წლის ივნისამდე იყო მათი ცოტა ადრინდელ პერიოდამდე, მარტი-აპრილამდე, მაგრამ ხო, ეს იყო მათი შეთანხმების და შეჯერების საგანი თუ ამბავი. ეხლა რატომ ვამბობ, რატომ ვიხსენებ ამას, იმიტომ რომ 17 სექტემბერია, მე ხო უკრაინაზე მაქვს ლაპარაკო და ქართველებზე ვილაპარაკე, აი გახლავარ ზვიადაურიზე და ალო ლენოქს გიორგიზე ვარ, ანუ ორ ბანდიტზე რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოქალაქეებზე, რომლებსაც შეეძლო დიდი სახელი დაეტოვებინათ სამარადისოდ ქართულ სპორტის ისტორიაში სულ მინიმუმ და აი ცუდ სახელს კი ნამდვილად ტოვებენ, განსაკუთრებით ზვიადაური მეთქი, თუმცა არც პრორუს გიორგი კანდელაკზე წამწდება ორი ტკბილი სიტყვა არავითარ შემთხვევაში, მათ შორის იმიტომ რომ ის პრორუსია და რუსული პოლიტიკის, რუსეთის აქ შემოსვლის აქტიური მხარდამჭერი იყო თუ არის, ის სხვადასხვა და აკავეს რაღაც ალკოჰოლური სასმელების, ამავის ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების შენახვაზე თუ წარმოებაზე და მე რეალიზაციაზე და ასე შემდეგ. კარგი, გადავიდეთ და დავუბრუნდეთ ისევ უკრაინას. ლავროვმა რაც თქვა, ანუ თქვა რომ მეო ვესვრითო, ჩვენო ვესვრითო ბრიტანელ თუ ევროპელ ზოგადად მშვიდობის მყოფელებს, რომლებიც უკრაინაში თუ ჩავლენ ამ შემთხვევაში ლეგიტიმური სამიზნე იქნებაიანო, მაგრამ ამ ყველაფერს გასცდნენ სხვები, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ისევ იმაზე, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ან უკრაინაში, ან პოლონეთში. წარმოიდგინეთ. და ამით ისევ და ისევ აშანტაჟებენ სხვათა შორის დასავლეთს, ისევ და ისევ ეუბნებიან, რომ შენ ემანდ არ გაბედო ჩართვა უკრაინის მხარეს, უფრო მსუხეთ, უფრო ძლიერად, იმიტომ რომ რუსეთი ასეთი ძლიერი სახელმწიფოა და თუ ვინმეს გონია, რომ იარაღს არ გამოვიყენებთ, ეს არის ამ ვინმეს მცდარი წარმოდგენები. აქვე ვიტყვი, რომ ბელარუსის ლიდერი, რომელსაც ტრამპი ელაპარაკებოდა და ამის სხვადასხვაგვარად შეფასება შეიძლება, ბევრს მიაჩნია, რომ არც უნდა დაელაპარაკო ესეთ დიქტატორს, მით უმეტეს ამ ლექსიკით. ბევრს მიაჩნია, რომ უნდა დაელაპარაკო, იმიტომ რომ მას გამოსწყვო გარკვეული დათმობები და ის რუსეთისაგან მოსწყვიტო, რა მნიშვნელობა აქვს? იცით თქვენ, რომ ბელარუსში იმართება რუსეთ-უკრაინის ერთობლივი წვრთნები, სამხედრო წვრთნები, სადაც ამერიკელები გალაჩკი მიიწვიეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. აბა დააკვირდით, არაფერს ვერ ავასჭავებთო, თუმცა ამ ზაპად 2025-ზე ყველა კონვენციურ შეიარაღებასთან ერთად ბირთვული იარაღის გამოყენებაშიც კი ვარჯიშობენ და ეს დაადასტურა ბელარუსის მაინც რასაკვირველია არაადეკვატურმა ლიდერმა ლუკაშენკამ და აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროპაგანდისტები რუსები ამბობენ, რომ ჩვენ ზადავართ რუსეთი მზად უნდა იყოს, რომ პოლონეთზე, სადაც მეტი და მეტი შეგროვება იქნება
დასავლური ჯარებისა, ან უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენონ და სასძიმლი მიწასთან გაასწორონ ის ტერიტორია ყოველ შემთხვევაში, რომელზეც დაეცემა ეს ტაქტიკური ბირთვული ბომბი და ამას რასაკვირველია ევროპა რასაკვირველია ოღონდ ჯერჯერობით მაინც ესე უნდა თქვა მეტწილად განცხადებების დონეზე პასუხობს ადეკვატურად ასე მაგალითად კანცლერმა მერცმა ყველაზე ადეკვატურმა ჩემი მოსაზრებით ლიდერმა გერმანიის ბოლო ლიდერებს ბოლო 3 მაინც ასე უნდა ვთქვა 1 2 3 ბოლო 4 ლიდერს შორის ხო გააკეთა ფრიად საინტერესო განცხადება პუტინის საზღვრებს უკიდურესად სცდისო ეწევა საბოტაჟს ჯაშუშობას მკვლელობებს და თესავს გაურკვევლობას რუსეთი ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების თანდათანობით დესტაბილიზაციას ესწრაფვის ჩვენ ამის ნებას არ დავთავთ ოღონდ არ დავთავთ ნებას უნდა იყოს უფრო არა მარტო კაფიოდ თქმული არამედ ნაბიჯებიც უნდა გადადგას ევროპამ რომელიც თავის მხრივ ცოტა შეშიდებული ცოტა დამფრთხალიც არის ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაშიც არის შეერთებული შტატების ერთის მხრივ სწორი ტრამპს გულისხმობ და მეორეს მხრივ ცოტა ნაჩქარები ალბათ მაინც იმ გადაწყვეტილების თუ იმ განცხადების სადა გამო რომლის მიხედვითაც განცხადების მიხედვით ტრამპი ითხოვს ყველასგან და უწესეთ სანქციები რუსეთს თქვენ არ შეისყიდოთ ნავთობი და ბუნებრივი აირი არ შეისყიდოთ იმიტომ რომ უნდა ვიყოთ ერთიანი და მე დაგელოდებით აბა თქვენ როცა ამას იზამთ ხოლოდ მას შემდეგ დავაწესებთ მე სანქციებს ვერ ახერხებს განა არ ვერ ახერხებს ევროპის უმეტესი ან გარკვეული ნაწილი სანქციების დაწესებას მე არ ვამართლებ მაგრამ ეს იყო ტრამპის წინამორბედის ხო მართლა ასეა თუ არა გქონებათ გადავიანგარიშებ ესე იგი ტრამპის წინამორბედი ბაიდენის წინამორბედი ტრამპი მაგრამ ამას ისეც გამოვტოვოთ და ტრამპის წინამორბედი უკვე ობამა ესე იგი წინამორბედის ობამას და მერცის წინამორბედის მერკელის პოლიტიკის შედეგი არის ისიც და ნაყოფები ახლა გამოიცხა და პრობლემები ახლა გამოჩნდა რა პრობლემებშიც თუ რა პოლიტიკას აწარმოა თუ მერცმა თუ მერკელმა მერცი თქვი თუ მერკელმა და თუ ობამამ თუ მერკელმა ევროპაში და თუ ობამამ ოკეან გაღმა და ახლა მოსთხოვო ესე სწრაფად მოსწყდეს რუსულ ნავთობს კარგი კი არის სწორი კი არის მაგრამ რთულია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ფაქტორი თურქეთიც მნიშვნელოვანწილად არის ნავთობის მიმართულებით ბუნებრივი აირის მიმართულებითაც და ამოკიდებული რუსეთზე ესეც რომ ვიცოდეთ და ამიტომ ცოტა უფრო მოქნილი პოლიტიკა იქნებოდა ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში საჭირო მაგრამ რა უკვე მაქვს უკან დახო ტრამპს მოგეთ ამბავი ეს არის უკრაინა თავის წარმოებას აძლიერებს და ბოლო რასაკვირველია აი ემოციურად უნდა დავამთავრო ემოციური კუთხით უნდა დავამთავრო ჩემი ვიდეო ბლოგი მე მინდოდა კიდე კაი გამახსენდა მე უნდა გაუწიო ხმას ჯერ აუწევ თქვენის ლებართვით დღეს დაგზავნე დედა თინა ოიგე ხოფერია რომელიც 60 წელი ჩვენთან იბრძოდა. ბატონო არჩილ პირველ ყოვლისა ანდილი ბოდიში გავწყვიტე ვიდეო. მე მიუსამზირია ბატონო არჩილ ხოფერიას. ეს არის არჩილ ხოფერია, საქართველოს მოქმედი გმირი. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა მე მიუსამზირებ თუ არა, ბევრმა მიუსამზიბრა, ხო? მაყურებელს მიმართავ. ნახეთ რას ამბობს. 60 წელი იბრძოდა დედა ჩემი ჩვენთან ერთად. და დღეს ეს არის 19 საათის წინანდელი ვიდეო, ანუ გუშინდელი ვიდეოა, მაინც ესე ვიტყვი. ხო, გუშინ დაკრძალეს რუტინთინა და ძალიან მნიშვნელოვანია შვილის სიტყვა ამ დროს. შვილის ძალიან ზედმიწევნით ზუსტი, ზედმიწევნით ემოციური და ზედმიწევნით სწორგზავნილებიანი სიტყვა. და მე ბოლომდე მინდა რომ უსწროთ ამ ერთ წუთს აღარ შევაწყვეტინებ ბატონო არჩილს. დაგზალე დედა. თინა ოიგე ხოფერია, რომელიც 60 წელი ჩვენთან იბრძოდა. მაგრამ ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს. ჩემი ბატონო თინამ ისევ შევაწყვეტინე ბატონო არჩილს. დაკრძალა შვილი თავის მხრივ. ბატონი არჩილის ძმა. და დაკრძალა შვილიშვილი. ბატონი არჩილის შვილი. ხალხის
3000 ლოვან ბრძოლას. რამე თუ ჩვენ გავჩერდებით. ძაღლივით ყულაფს გადაგვაცმევენ. სადმე მიგვაყრონჭავენ და ხანდახან მოვლენ დაგვხედავენ როგორ ხდება სული. ეს იქნება ჩვენი მომავალი. ყველამ მის ადგილას უნდა იბრძოლოს. ერთიანი საქართველოსთვის. დავეთით. ქალაქ პაკროვსკის მარჯვენა ფრთა. ქალაქ პაკროვსკის მარჯვენა ფრთა. და მე სადა ვარ ახლა? თბილ სტუდიაში, თბილ სახლში, გამოიდარა თბილისში და მეზარება წასვლა სადღაც. ბატონი არჩილი, ჩემზე უფროსი კაცი, არის ქალაქ პაკროვსკის მარჯვენა ფრთაზე, ფრთასთან დაკრძალა დედა და მე აქ იმაზე რომ კამათობ ხანდახან სოციალურ ქსელში რაღაც მე-17 ხარისხოვან საკითხებზე, მე ჩემზე ვლაპარაკობ, თქვენზე არა. ხო? და გიორგი კანდელაკ რუსს რო ვახსენებ და ირაკლი ღარიბაშვილ და ირაკლი კობახიძე რუსებს რომ ვახსენებ და ვიხარჯები მათზე, ხო? ვღილავ ქვეყანაზე ამ კუთხით და ვაკრიტიკებ და ვანძღავ მათ რამე ღარიბაშვილება. ამდენი თემა განვიხილე არა, უნდა მაპატიოთ. ნახვამდის.